უწმინდესთან პირადი შეხვედრა პირველად იმ საოცარი იყო, რომ ჩემი ცხოვრების მიმართულება წყდებოდა. მე სტიქაროსანი ვიყავი და ვაპირებდი რაღაცა საქმის წამოწყებას. ბიზნესში მინდოდა წასვლა. და ასეთი სიტუაცია იყო, რომ ახლა სტიქაროსანი ვარ და პატრიარქს უყურებდი, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველს რო შეხედავ და რაღაცა ასეთი საოცარი მოწიწებით. ვითხოვე მასთან შეხვედრა და შემახვედრეს. და რომ შემახვედრეს, მე ჩემ გეგმებს ვეუბნები, რომ ასე მაგ დაგეგმილი, ასე და დაგეგმილი მაქვს ყველაფერი. არ მიყურებს, რაღაცა თითქოს ჰორიზონტისკენ იყურება. და ვიფიქრე, არ მისმეს მეთქინე და თუ როგორ არის და კარგი, ახლა მე დამამთავრები არის ისეთ ჩემი გეგმების მოყოლა და მე მეუბნება, რომ სასულიერო სასწავლებელშიო არ გიფიქრიაო, სწავლაო და მე გავოგდე ხარ მე გეგმებზე ვსაუბრობ და სასულიერო სფერო ეს ნიშნავს, რომ გაქანებული მატარებელი შეაჩერო და საწინააღმდეგო მიმართულებით ძახვიდე. უთხარი არა მეთქი, არც შემოუთავაზებია და არც მიფიქრია მეთქი ამაზე და მაშინ ვიფიქრეო, 2 თვე რჩება სასულიერო სასწავლებელში, აკადემიაში გამოცდების დაწყებამდე და ვფიქრობ, ახლა ჩემთვის უცებ წამებში ვფიქრობ, რომ კი შეიძლება ვთქვათ მე დავითნე ვარ და ღვთისმეტყველებაში მე დავითნე კარგ ცოდნას ღებულობს მსახურების დროს. და მე ვფიქრობდი, რომ კი ასე ჩავაბარებ, მაგრამ ბერძნულ ენას რა უყომეთ კი და სხვათა შორის საოცრება მოხდა, რომ მართლა ჩემით ალალად ჩავაბარე ბერძნული ენის, ესე იგი საწყისი ეტაპები, ასე ვთქვათ და მისი კურთხევით შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. მივდიოდი სხვა მიმართულებით და მისი კურთხევით წამოვედი სხვა მიმართულებით. ეს არ იყო შემთხვევითი მიმართულება. მე რა თქმა უნდა ფიზიკურად ახლა ღმერთს არ შევხვედრი ვარ, მაგრამ მე შევხვდი პირველ იერარქს. საქართველოში ვინც პირველი დგას ღმერთის წინაშე და ის პირველ იერარქს წარმოადგენს. მოციქულის ადგილზე არის დაბრძანებული და მოკლედ მას რო შევხვდი, მე ზუსტად ველოდებოდი ღმერთის პასუხს. იმიტომ რომ რაღაცა ბიზნესს რო ვაპირებდი, მე ეჭვებოდა რაღაცა, თუმცა ძალიან მინდოდა. მაგრამ ეს გაურებულობა მქონდა ჩემში. და რაც მე პატრიარქმა მომცა კურთხევა, მივხვდი რომ ამ გზით უნდა მევიდე. მოკლედ რო ვთქვა, პირველივე შეხვედრა იყო ჩემი ცხოვრების განსაზღვრა. და მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი. მადლიერი ვარ როგორც ღმერთის, ისე მისი მსახურის, იმიტომ რომ ღმერთმა მისი მსახურის და ერის პატრიარქის კურთხევით, სიტყვით პირით მისი კურთხევა გადმოვიდა, ღმერთის კურთხევა გადმოვიდა ჩემზე. არ ვიცი, ალბათ ღმერთის კურთხევაც იყო, რომ ასეთი გაუბედე და სტიქაროსანმა ვითხოვე, რომ პატრიარქთან შევეხვედრებიეთ და არქიდიაკონმა დემეტრემ შემაძლებინა ეს და მისი მადლიერი ვარ ამისათვის უსაზღვრო და პატრიარქის მადლიერი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი, რომ ასე ღმერთის კურთხევა ჩემამდე მოიტანეს. უწმინდესმა დიაკვნად რომ აკურთხა, მე ვარ ამ დროს ახალგაზრდა, ენერგიით სავსე. სპორტული მომზადებაც კარგი მქონდა. პატრიარქი იყო ხნიერი და მიუხედავად ამისა, ჩვენ გვღლიდა ახალგაზრდა დიაკვნებს. თქვათ, ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი დღე, 1 დღე, 2 დღე მასთან ერთად ყოფილვართ. თვითონ არ იღლება, შევხედავ არ იღლება. ჩვენ კიდე ფეხზე ძლივს დგევართ. რაღაცა ეს სხვანაირი დამოკიდებულება იყო ჩემი მხრიდან მისადმი, იმიტომ რომ უყურებდი როგორც ღმერთის მსახურს და ღვთისმშობლის როგორ გითხრათ მოადგილეს. ანდრია პირველწოდებული ხო ღვთისმშობელმა გამოუშვა საქართველოში და საეკლესიო წესით მოციქულის ადგილს იკავებს პატრიარქი. ამ მადლით და მოციქული კი ღვთისმშობლის ნაცვლად იყო გამოგზავნილი და ჩემს ცხოვრებაში ღვთისმშობელმა თავის ნაცვლად პატრიარქი შემოაგზავნა, ასე ვთქვათ, რომელმაც მე ცხოვრების წესი გამისწორა. მეც და ჩვენს ერთსაც. იმიტომ რომ ურთულეს პერიოდში იყო. ურთულეს პერიოდში. მე ვარ მალე გავხდები 58 წლის. არ ვარ პატარა. სანამ მე დავიბადებოდი,
5 წლით ადრე უკვე მღვდელმთავარი იყო. მე შევეხე აი სასულიერო პირის ტვირთს და ვხედავ, რომ თუ არა ღმერთის შემწეობა ამის გაძლება არის შეუძლებელი. და ეს ადამიანი, რაც მე წლები მაქვს, იმას პლუს კიდე 5 წელი იყო მღვდელმთავარი. ანუ უძლებს ძალიან დიდ ტვირთს. ამ პერიოდის მანძილზე მე რაც ცოცხლობ, ძალიან ბევრი რამე ვნახე. მრავალნაირი ადამიანი, მრავალნაირი სიტუაცია, იყო პერიოდი, როდესაც ადიდებდნენ ღმერთს, იყო პერიოდი, როცა აგინებდნენ ღმერთს, იყო როდესაც პერიოდი, როდესაც ქრისტიანობა მისაღებია ვიღაცისთვის. არიან ასეთი ადამიანები, ვისთვისაც საძულველია ქრისტიანობა და ბუნებრივია, რომ პატრიარქსაც შესაბამისი ბრძოლები თუ განცდები თუ პატივი ჰქონდა. ძალიან ბევრს გაუძლო ფსიქოლოგიურად, სულიერად და ფიზიკურად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა მაინც მის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი უცხოეთის დელეგაციასთან არის. მე მანამდე ვიტყვი, რომ მანამდე მე არ ვიცოდი, აი ვიცი, რომ პატრიარქი ყავს ილია მეორე, მაგრამ არ ვიცი ილია პირველი როდის იყო. ისტორიაში ვეძებ, ვერ ვნახულობ ვერსად. და მე პატრიარქმა მე კი გამოვიდა ეს წიგნები, მაგრამ აი როცა ამაზე პასუხს ვეძებდი 90-იან წლებში, მაშინ არ იყო ეს წიგნები. და აი პატრიარქი ერთ-ერთ უცხოურ დელეგაციას ეუბნება, რომ მე ვარ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. და საქართველოს ყავდა პატრიარქი ილია პირველი 1600 წლის წინ. თქვენო იმ ქვეყანაში ბრძანდებითო ჩამოსულიო, სადაც ქრისტიანობის ძალიან დიდი ტრადიციები არისო. და მადლობა ღმერთს, რომ აი საუკუნეებია ჩვენ ვართ ქრისტიანები და საუკუნეებია ჩვენ გვყავს პატრიარქები და ჩვენ მართლა ღმერთის ერთგულების, ღმერთის დიდების ძალიან დიდი ტრადიციები გვაქვს. თუ ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვაო კაცობრიობისთვისო, ეს ერთი მუჭაერი ქართველთა ჯვარს ეცვა ქრისტესთვისო და სასულიერო პირები ყოველთვის პირველ ხაზზე დგანან. მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. აქ ცხოვრობ და აქ ვიცხოვრებ ყოველთვის. და აი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, ესე იგი, რომ ყავს პატრიარქი, მე ეს მიმაჩნია ძალიან დიდ ბედნიერებად, რომ ჩვენ ღმერთმა ამისთვის ღირს ყო. რომ საუფლო კვართია ჩვენთან, ღვთისმშობლის კვართია ჩვენთან, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ ჩვენ. ამიტომ როგორც პატრიარქი ბრძანებს ერთ-ერთი ქადაგების დროს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი არ ეკუთვნის ეშმაკს. პატრიარქს უსურვებ იმ ცეცხლს, რომელსაც ქართველების სიცოცხლეს ვეძახით და ქართველების ჩვენი სიტყვა სიცოცხლე ეს არ არის ბიოლოგიური სიცოცხლის აღმნიშვნელი, ეს არის სულიერი სიცოცხლის აღმნიშვნელი. ანუ როგორც ძველ აღთქმაში ელია წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ აანთეთ ყველამ თქვენს თავში ცეცხლი ღმერთის სიყვარულისა. მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქმა ეს თავის ცხოვრებაში აანთო, გადმოგვცა ჩვენ, შექმნა უკვე ტრადიციები და დღეს ჩვენ მომრავლებული ვართ სასულიერო პირები. და ღმერთმა ქნას, რომ ესე იგი მისი გახარება თუ გინდა პიროვნული, შენ თვითონ უნდა იყო ღირსეული. პატრიოტს ეს ყოველთვის გაუხარდება, ვიდრე პირადი კეთილდღეობა. მას სამშობლო უხარია, მას ღმერთი უხარია და ღმერთმა მისცეს აი ეს ცეცხლი, რომელიც მას აქვს, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა, რომელიც მას აქვს. და ქართველების ეს სიტყვა არ არის შემთხვევითი. ღმერთმა მოგცეს ცეცხლი პატრიარქის კურთხევით, სხვათა შორის აი 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ძიმე იყო ერის ცხოვრება, მე ყოველთვის მაინტერესებდა პატრიარქის აზრი და ის ყოველთვის ძალიან ძლიერ სიტყვას ამბობდა, აი ღვთისგან მოცემულს. და მადლობა მას ამისათვის, რაც მას აქვს, იმაზე მეც ვერ უსურვებ. და ღმერთმა ძალა მისცეს, რომ ეს სიცოცხლე, ეს ცეცხლი ჩაუქრობლად ეკონოდეს მასაც და ჩვენ თელ ერს ჩვენი ამქვეყნიური და მარადიული სიცოცხლის თვალსაზრისით.